მოგესალმებით, ეს გახლავთ ნამდვილი ექიმების გადაცემა და გავამრავალფეროვნებთ თქვენ სამედიცინო ცოდნებს და მოგაწოდებთ ახალ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩვენს ექიმებთან ერთად. ლევან ქარაზანიშვილი, გიორგი ლორია, ეს გავაკეთებ, შეიძლება თუ არა ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს ტაფა. დავიგებთ რა არის ბრომატი. გეტყვით რა შუაშია ხელი ბალანსირებულ კვებასთან. მაშასე, ნამდვილი ექიმები იქნება. ძალიან საჭირო როკო თემით მოვედი თქვენთან და მიზანი მაქვს შემდეგი, რომ მაქსიმალურად ავირიდო თავიდან ჩვენს საკვებში მავნე მინარევების და მინაერთების მოხვედრა. უფრო დავაკონკრეტებ ახლა. მოდით ვისაუბროთ იმ ჭურჭელზე, რომლისგანაც შეიძლება მოხვდეს ზუსტად ეს მავნე ნივთიერებები ჩვენს საკვებში და შემდეგ ჩვენს ორგანიზმში. კიდევ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ტაფებზე და განსაკუთრებით უკაცრავ ტაფებზე. კიდევ ერთხელ გაგვაზრებინეთ ამის მნიშვნელობა და მე ტაფები მაქვს საკრეთი. ხო, თიგა, ესეთი მან ტაფები, რომლებიც არ იკრავს საკვებს, გამოჩნდა წინა საუკუნის 50-იან წლებში. და გააბედნიერა დიასახლისები, იმიტომ რომ მათ ნაკლებად უწევდათ უკვე აი მიმწვარი საკვების ტაფიდან ხეხვა. აფხეკა. ნუ ეხლა ეს ახალი ტაფები რაც გამოჩნდა, ეს ახალი ტაფები რა არის? კარგი ზედაპირი აქვს, არ იკრავს საკვებს და რაც თავარია, ნაკლები ცხიმი მიჭირდება და რეალურად ხა ნაკლები ცხიმს როდესაც უშვებით, ხო, პროდუქტს, შესაბამისად ჩვენ ჯანმრთელობისთვის გასაგებთ უფრო სასარგებლოა. ხო, ანუ აი მასალები რაც გამოიყენება, ანუ აი ამ არამიმწვად ზედაპირისთვის, მათ TFC ნივთიერებები ქვია, ამან გარკვეული კითხვები და ეჭვები აღწერა, ანუ მათ შემადგენლობა უსაფრთხოებაზე. ხო, ნახე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტაფას, როდესაც ვაცხელებთ, ხო, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე როდესაც ცხელდება, ყოველი ტაფა რაღაცა ნივთიერებას გამოყოფს, ხო, მეტალი ცხელდება და შეიძლება ეს საკვებში მოხდეს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის დამაზარალებელი შეიძლება იყოს. რადგან შეიძლება ტაფა ისეთი იყოს, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, ეს ტოქსინები შეერევა ჩვენს საკვებს და მე მივირთვევთ და ეს ამით ალბათობა თეორიული ვიცით, რომ არსებობს. კი. და ლევანს დავითანხმები ამ ნივთიერებებმა, ამ TFC ნივთიერებებს რაც ეძახიან, მათ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენ ორგანიზმს და აზიანოს ჩვენი სასუნთქი სისტემა. ზოგიერთი მათგანი კარცინოგენიც არის, ანუ სიმსივნის გამომწვევი, ასევე ფარისებლის ჯირკვალი დააზიანოს, ასევე დააზიანებს რეპროდუქციული სისტემას და უნაყოფობაც კი გამოიწვიოს. პერმანენტულად გონია, ჩვენ გვიმართლებს და იმ ტაფებს არ ვიცენთ, რომელიც არის ზუსტად იმ მავნეზე მოქმედების, რომელზეც საუბრობთ. ესე იგი, თუ ვიცით, რომ გვაქვს ტაფა, რომელსაც აქვს ესეთი ზედაპირი, უკაცრავი და რომელიც მიყავს, უნდა გადავყაროთ ესეთი ტაფები, თუ არსებობს რაღაცა გზა, რომლითაც გავაუვნებლებთ, ასე ვთქვათ, და უსაფრთხო გახდება მისი გამოყენება. ხო და ამ კითხვას მე ვიცი, ვინც გასცემს ყველაზე კარგად პასუხს, იმიტომ რომ ყოველთვის ჯერა მისი და რასაც ის ამბობს ხოლმე. დღეს ყავს სტუმრად სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა. მარიამ, მოდი და მოგვიყევი ყველაფერი, როგორ დავიცოთ თქვენი თავი და თქვენი ჯანმრთელობა. გამარჯობა. მეოთხე წყალს შემოგთავაზებ. წყალი მთის მათვისაა, ვისი ცხოვრებაც სავსეა ენერგიით. წყალი მთის 0% ბრომატით. ეს კარგია. მარიამ, შენს წინ დევს ტაფა, რომელზეც საუბრობდით, ვიდრე შენ შემოხვედები სტუმრად, ეგრეთ წოდებული ტეფლონის დაფარვით. რა აზრის ხარ ასეთ ტაფებზე, რომელიც არის ალბათ ყველაზე გავრცელებული, ჩვენი ბაზარიც კარგად გაჯერებული. დიახ, ნამდვილად ასეა. როდესაც ტეფლონი შემოვიდა ტეფლონის დაფარვით ჭურჭელი, მაშინ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ მეგა წარმატებულ, ასე ვთქვათ, მარკეტინგულ ხრიქს, ასე დავარქმევდი, იმიტომ რომ მას ბევრი ცხიმი არ სჭირდება, მარტივი მოსახმარია, მსუბუქია და იაფი. მაგრამ სინამდვილეში, რომ ვთქვათ, ტეფლონის დაფარვით არის ტოქსიკური ნივთიერებების ნაკრები, რომლის ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. და მეტი არაფერი, აი პირდაპირ ეს არის ტოქსიკური ნივთიერების ნაკრები. აი პირდაპირ დაგისახავთ ესეთი ტოქსიკური ნივთიერება არის პერფტოროქტანის მჟავა, რომელიც კრისტალური ნივთიერება, მაგრამ გაცხელებისას აირად მდგომარეობაში გადადის და თუ ტაფა დაზიანებულია, თუ აქვს ნაკაწრები და მისი საფარი, რომელიც აი ამ ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის
ჭურჭლისგან ასე ვთქვათ გვიცავს, თუ ის დაზიანებულია, მაშინ ის პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადადის და ჩვენ ამას ვისუნთქავთ. განსაკუთრებით მაგრამ საკვებში არ შედის? კი, შედის. ვინც ამზადებს იმისთვის არის მავნე? ორივე შემთხვევაში მავნეა. განსაკუთრებით რისკს ჯგუფს წარმოადგენენ მზარეულები, რომელთაც მთელი დღის მანძილზე უწევთ მაღალ ტემპერატურაზე ასეთი დაზიანებული ჭურჭელის მოხმარება. აი ჩვენ თუ ვიცით და ვამბობთ, რომ არის ისეთი თქო მძიმე მეტალები, ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც აკუმულირდება ჩვენს ორგანიზმში, შემდეგ დროთა განმავლობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, პერფტოროქტანის შემთხვევაში ტეფლონ ფლუ ასეთი განმარტებაც არსებობს, რომელიც ყისიერად იწვევს ზიანს და შეიძლება გამოხატული იყოს ცხელებით და ხვალებით, რადგან პერფტოროქტანის მჟავა სასუნთქზებს აზიანებს, დიაბეტის მაპროვოცირებელიც არის, სიმსივნის და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა მაყურებელს კაფეოდ ვუთხრა, რომ თუ აქვთ სახლში ტეფლონის დაფარვით ჭურჭელი და თუ ის არის დაზიანებული, მისი ზედასაფარი ურჩევდი რომ ახლავე გადააგდოს, იმიტომ რომ ასეთი ჭურჭლის გამოყენება დაუშვებელია ყველა შემთხვევაში. მკვლელი ტაფა, რომელიც არის დაზიანებული. დიახ, ნამდვილად მე ასე ვიტყოდი, როდესაც დაზიანებული, პრინციპში ნებისმიერი ჭურჭელი, ერთხელ თუჯის ხვედავ და თუჯი ძალიან მდგრადია, ასე ვთქვათ, მაგრამ ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც არის დაზიანებული, რომელსაც ნაკაწრები აქვს, რომელსაც ზედაპირი შენარჩუნებული არ აქვს, ის უნდა მოვიშოროთ თავიდან და უყოვნებთ. და მარიამ, აი თუ დაუზიანებელია, მისი მოხმარება არის ესე ვთქვათ, მისაღები? თუ მაინც ჯობია აქ? დიახ, ესეა, იმიტომ რომ რადგან ხელმისაწვდომია პოპულარობით სარგებლობს. მაშინ ვიტყოდი, რომ აი კარგი ტეფლონის ტაფის ვადა, ასე ვთქვათ, მოხმარების მხოლოდ 5 წელია და შეძენისას დააკვირდით, აუცილებლად ეტიკეტი უნდა მოყვებოდეს და ამ ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია და შრეების რაოდენობა ზედაპირის. რაც უფრო მეტი და ფენა ექნება მას დაფარვის, რა თქმა უნდა, მით უკეთესია. 1-ზე მეტი, 3 ანუ ძალიან სუბუქი რო არის, ის უკვე ერთმანეთთან ძალიან სუბუქები ეს ტაფა. რა თქმა უნდა, იაფასიანი პირდაპირ სამწუხაროდ ასეა, რომ იაფასიანი ჭურჭელი, ტაფა, ქვაბი იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მასალითაც არის დამზადებული და ნაკლებად, ასე ვთქვათ, გვიცავს. აი ჩვენ როგორც ვიცით, ანუ ასეთი ტაფების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ დაბალი ტემპერატურა, საშუალო ტემპერატურა, იმიტომ რომ ეს ნივთიერებები 250 გრადუსზე ის შემდეგ იწყებენ ესე დაშლას და აერად მდგომარეობაში გადასვლას. არა, რო გჭირდება ეს 250, ხო. აი ნახეთ, პერფტოროქტანის შემთხვევაში 60 გრადუსი საკმარისია. 60 საკმარისია პერფტოროქტანის მჟავის შემთხვევაში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ზედასაფარი იყოს აუცილებლად სრულყოფილი და დაუზიანებელი. თუჯი, რომელიც ცოტა მივივიწყეთ, რაღაცა ესე გონია, რომ ბებია-ბაბუების დროს გამოიყენებოდა, ჩვენ უკვე თანამედროვეებს ვიყენებთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ძველი არის ალბათ უფრო ჯანსაღი, თუმცა მას თავისი მოხმარების წესი აქვს, ხო ასეა, ესე ყველა ესე უკვე გამარტივებული ტაფის მსგავსად ვერ მოვიხმართ. რა წესები უნდა დავიცვათ ამ შემთხვევაში? თუჯი მართალია მძიმეა და შეიძლება უფრო რთულად მოსახმარი, მაგრამ ჩათვალეთ, რომ არის მარადიული, არ ფუჭდება, არაფერი არ ემართება. სულ რომ ჟანგი მოედოს, მაინც შეიძლება ჩამორეცხო და კვლავ გამოიყენა. თუჯი არ გამოყავს მავნე ნივთიერებებს, მაღალ გრადუსზეც კი, ამიტომაც შედარებით უმჯობესია სხვა ტაფებთან შედარებით. ის ძველიც რომ იყოს, აი რომ ახსენეთ ბებია-ბაბუების დროინდელი ჭურჭელი ხშირად გვაქვს ხოლმე სახლში და ხშირად გვეუბნებოდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ ეს არის საუკეთესო და აუცილებლად მას უნდა მოამზადო. მე ამას არ ვემხრობი, ერთადერთი თუჯი არის გამონაკლისი. ანუ იმებში რაც გულისხმობ, ემალი და სხვა ემალი, ალუმინი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მასალა ჭურჭლის დასამზადებლად, იმიტომ რომ არის ნეიროტოქსიული, ძალიან რბილი მეტალია, მარტივად ჩადის რეაქციაში მჟავე და ტუტე გარემოსთან და რეაგირებს შესაბამისად მჟავე საკვებზე. ანუ ტომატ პასტით რამე რომ მოამზადო, უკვე ცუდი ამბავია ალუმინში, ხო? დიახ, როგორც თქვი, არის ძალიან რბილი მეტალი, მალე ცხელდება და მალე მზადდება შეიძლება მასში პროდუქტი, მაგრამ აგრეთვე ძალიან კარგად შედის რეაქციაში მჟავე. ანუ არაფრის მომზადება მასში არ ხდება. არა, შეიძლება თუ თქვათ ხორბლისთვის გამოვიყენთ, თუ სხვადასხვა მარცვლეულისთვის, თუ მაკარონს მოვხარშავთ, კარტოფილს, ასე შემთხვევაში რისკის ქვეშ არ ვდგებით. მაგრამ თუ დავამარინადებთ ხორცს, თევზისთვის გამოვიყენებთ, მაგალითად ხილის შესანახად, მჟავე კერძების და
მჟავე პროდუქტების მოსამზადებლად, ასეთ შემთხვევაში მასში რაც კი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ამჟავდება და ვიტამინებიც დეგრადირდება. ანუ გარდა იმისა, რომ თვითონ ალუმინი შეიძლება მიგრირდეს და განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვენ მეტალის კოვზებს ვიყენებთ, მაგალითად მის მოსარევად, სუბუქად ვაზიანებთ კედლებს ისე რომ ამას ვერც ვაცნობიერებთ, აი ამ დროს ზუსტად მეტალის წვრილი ნაწილაკები ხდება სურსათში და როდესაც ამას ჩვენ ხშირად ვიყენებთ ასეთ კერძს უკვე შესაძლოა დასაშვებზე ბევრად მეტი რაოდენობის ალუმინი იყოს დაგროვებული ჩვენს ორგანიზმში. და ვიცით როგორი ტოქსიკური არის ალუმინი და ამიტომაც საერთოდ მე გირჩევთ თუ მაინც და მაინც ძალიან გვიყვარს ალუმინი და გვინდა ამის გამოყენება და გვეკომფორტულობა, მაშინ ახალი ჭურჭელი შევიძინოთ აუცილებლად, არა ძველი თავის, იმიტომ რომ მეტად სავარაუდოა რომ მაგრამ ნუ შევიძენთ ალუმინს არა მარიამ ვიყოთ კატეგორიულები როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე ზოგჯერ ესეც საჭიროა მაგრამ აი ნახეთ მაინც ბებიას უყარს იმას უყარ მაინც ყიდულობენ და მოდი თუ მაინც ვიყიდით აი ერთი რჩევა რაც შემიძლია მივცე ძირის სისქეს მივაქციოთ ყურადღება 3 მმ-ზე მეტი მაინც უნდა იყოს ალუმინის ჭურჭელი ესე იგი თუ ჯერა დაგვისრულებია ხო საუბარი თუ ძალიან კაცია ხო პრინციპში ეს გავარკვიეთ ვისი მომზადება შეიძლება თურმე იმიტომ რომ ჩვენ რომ მივეჩვიათ ახლა ესე გამარტივებულად რაღაცების მობრაწვას თუ არ გპატიობს თუ რაღაც მე ცადე რამდენიმეჯერ აი ვიყიდე ცადე მიკრო ჭადიც მიკრო ყოფილი მიკრო და დავანებე თავი ისევ გადმოვედი ჩემ საყვარელ რა მაგარი ჭადი და აღარ მაგრამ რომ მასწავლოთ რადგან ნაყიდი მაქვს და უბრალოდ მოწყენილი წევს თავისთვის ეს ერთი არის მართალია კარგად მოგაცხელდა ეს და სამწუხაროდ ბევრი ცხიმი სჭირდება ეს ნამდვილად ასეა ერთ-ერთი არჩევისას გავითვალისწინოთ რომ მაგალითად 3 ლიტრიანი თუჯის ჭურჭელი უნდა იწონდეს 4 კილო ნახევარს მაინც ამით ვხვდებით რომ საკმაოდ მძიმეა და ამით ვხვდებით რომ ესე იგი პრაქტიკით მართლა თუჯია და სად გქონდა პრობლემა მოვკარი ყური რომ თუჯის გარეცხვა არ უყვარს ახლა მინდა გადავამოწმოთ თქვენთან მარია ეს მითია მითია ირეცხება თუჯი საპნის შემცველი წყლით კი თავის ხო შეიძლება მის ძახი იმიტომ თან ხო მიიკრა ეს ჭადი და აგერ მიმხმარი ჭადები ძლივს ამაკლიჩე მარა ანუ შეიძლება წყალში და ოდნავ დიახ ნამდვილად შეიძლება მისი გარეცხვა ემალს რაც შეეხება უსაფრთხოა იქამდე სანამ არ დაუზიანდება მას საფარი როდესაც მას საფარი დაუზიანდება ის უკვე აგრეთვე ტოქსიკური ხდება როგორც თქვა სხვა ჭურჭელი უჟანგავი ფოლადი დიახ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჭურჭელი საკმაოდ მდგრადია. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიც არის ჭურჭელი, იმიტომ რომ არ შედის რეაქციაში მჟავე გარემოსთან, არ უცვლის სურსათს მის ორგანოლეპტიკურ მაჩვენებელს და ბევრად უვნებელი და უსაფრთხოა. უბრალოდ მთავარი არის სწორი პრაქტიკით იყოს დამზადებული. როგორ უნდა ამოვიცნოთ ახლა ეს ხარისხიანი ჭურჭელი? მას ძირზე ეწერება და მხოლოდ უჟანგავი მეტალის ჭურჭელზე მაქვს საუბარი, ხშირად მეკითხებიან, თუ სხვას არ აწერია 18 წილადი 10. არა, ეს მხოლოდ უჟანგავ ფოლადს ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ 18% ქრომია, ხოლო 10% ნიკელი და ესე იგი კარგი სწორი პრაქტიკით არის დამზადებული. ხშირად არაკეთილსაიმედო წარმოებლები ამას უბრალოდ ამატებმა აწერენ ხოლმე ამ იბრალებენ. დიახ, იბრალებენ და შეიძლება სხვა დაბალფასიანი, ასე ვთქვათ, მეტალი იყოს გამოყენებული. ამიტომ ამის შემოწმება ძალიან მარტივია, უბრალოდ მაგნიტის საშუალებით. კედლებზე გარედან მაგნიტი უეწებება ეს არ უნდა მიეკრას. არ უნდა მიეკრას? მე მგონია პირიქით. არა, ძირზე შეიძლება, მაგრამ გვერდებიდან არ უნდა მიეკრას. ეს არის მარტივი, ასე ვთქვათ, ამოსაცნობი. მარიამ, ესეთი ტაფას მაქვს და ის მოწყენილი წევს. ესეც იკრავს რაღაცებს და შენი ფავორიტი რო არის როგორ იყენებ? ამასაც ბევრი ზეთი უნდა. სიმართლე გითხრათ, მე მეტად ქვაბებს უფრო ვიყენებ ხოლმე, უჟანგავი ფოლადის. რაც ის მარტივია და გემრიელი. უფრო გრანიტს ვიყენებ. გრანიტს რომელიც აქ არის? და აი ნახე, აქაც ახლა ეს წარმოებლები ძალიან იბრალებენ ხოლმე რაღაცებს. რითი მივხვდეთ რომ ეს მართლა გრანიტია, ჯერ ესეთი, აი აქვე ხედავ პატარა ნაკაწებს და ეს უკვე და აი მარიამს გადააწოდე მოდი რა ლევან და ბუბუქია. შეამოწმოს არის თუ რა გრანიტი და არის თუ არა ის უკვე დაზიანებული. ხო, ამას გრანიტზეც რას გვეტყვი? რა თქმა უნდა, დაკაწრულია. ნუ გრანიტის მთავარი ღირსება რა არის? გრანიტის ნაფხვენი ქმნის ჭურჭლის ზედავსაფარს, რომელიც მდგრადია დამწყრობის მიმართ, ნაკაწრების მიმართ და ძალიან კარგი გამოსაყენებელი არ ჭირდება. ბევრი ცხიმი და ასე შემდეგ. ტეფლონის ალტერნატივა უკეთესი. აი მაგის თქმა უნდა და ზუსტად იქა. ტეფლონის ალტერნატივა უკეთესი, ბევრად ძვირი ღირს.
იაფასიანი პროდუქტი თუ შევხვდა, უნდა მივხვდეთ, რომ მოგრანიტოა ნამდვილად და არა ნამდვილად გრანიტი. ის აგრეთვე არის ეკოლოგიური პროდუქტი, მაღალ გრადუსზე თერმული დამუშავებისას არ გამოყავს მავნენივთიერებას, რომელიც მე არ მიგრირდება სურსათში. ეს ტაფა ნამდვილად დაზიანებულია, თან არის თუ არა გრანიტი ეს არ არის პრაქტიკით დამზადებული, მსუბუქია, ეტიკეტი სათანადო არ ახლავს მას უკან და უნდა იყოს ძიმე. უნდა ეწეროს რომ გრანიტია? თქო, ეტიკეტი უნდა მოყვებოდეს. ესე იგი, რო ვიყიდეს თუჯი, ესე მსმენო და ვიცოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველად როგორ მოვიხმართ ამ თუჯის ტაფას და მასწავლის შემდეგ ირამდე თქვენ გადავამოწმოთ მარიამთან. ესე იგი, უნდა ავიღოთ ქსოვილი, ამ შემთხვევაში მარლა მაქვს მე, დავასველოთ ზეთში. აკი, ეგ მეც გამიკვირდა. და უნდა მოვუსვათ არა მხოლოდ შიგნით და სრულიად ყველგან, არამედ გარეთაცო. შემდეგ კარგად რომ გავაპრიალებთ ზეთით. სამძიმე კია ეს ოქრელი. აი ესე რომ გავაპრიალებთ ზეთით, უნდა შევსვათ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გამოვიხებთ, ვიმეორებთ ამ მოქმედებას. ისევ შევაბრუნებთ ღუმელში. მოკლედ 4-ჯერ უნდა გავიმეოროთ ერთ-იგივე ქმედება და ეს მხოლოდ ერთჯერადაც დაგჭირდება და შემდეგ უკვე ყოველი მოხმარების შემდეგ უბრალოდ წყალში დავბანოთ და ისევ ზეთი წაუსვათ და ასე შევინახოთო. რა სიტყვით თქვენ? აი ესეთი დამუშავების მერე ბევრი ცხიმიც არ დაჭირდება, ანუ თუჯის ტაფის გამოყენების დროს. უკვე გაჟღენთილია. ერთ ლოგიკა მე ეს დავინახე. და კიდე ანუ ამის გარიცხვის ის იყო, რაც თქვენ მგონია. რომ ანუ საპონი არის თუ არა საჭირო. ნუ ესეთი რჩევა იყო, რომ ანუ დააყარე მარილი, ანუ ყველაზე კარგად ანუ ის გააცხელე ის შენ თუჯის ტაფა და ტემპერატურით მოკალი ეს ბაქტერიები და ყველაფერი და უბრალოდ მარილი დააყარე და იმ მარილით ანუ გახიხეო. მე რო დაიკაწრება თუ არ დაიკაწრება? არა, თუჯი არ დაიკაწრება. გაცხელების გარდა მარილი კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ გაცხელებას გარკვეულ პათოგენებს არ კლავს სამწუხაროდ, არის სპოროწარმომქმნელი ბაქტერიები, მაგალითად ლისტერი, რომელიც შეიძლება ქათამს ახლდეს კვერცხს და ხორცს პროდუქტებს ან მიწასთან შეხებაში ყოფ პროდუქტებს, რომელიც სპორას იქმნის ირგვლივ და შეუძლია მაღალ გრადუსზე გადარჩეს. ამიტომ უმჯობესია ის, რაც თქვით, გაცხელება კი ბატონო, იმიტომ რომ უმრავლესობა პათოგენებს კლავს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ გარდა ამისა დამარილებაც კარგი საშუალებაა. შრალად, ხო? შრალი მარილი დავაყარეთ და გავაჩერეთ რაღაცა ვადით. არ ცეცხლზე შემოვდგით არაფერი. არა, საჭირო. ესე იგი, ამ ტაფებს შორის მაინც გამარჯვებული ორეული გამოიკვეთა, დაგვიდასტურდა რომ თუ ნამდვილი გრანიტია და აკმაყოფილებს სერტიფიკატით ამ ესე ვთქვათ პასუხისმგებლობას და თან ცოტა მძიმეც არის. 6 მმ უნდა იყოს მისი ძირი. მისი ძირი უნდა იყოს 6 მმ, მაშინ გვაწყობს თუ არა და არ გვაწყობს და თან თუ დაიკაწრა, მაშინვე უნდა გადავაგდოთ ნებისმიერ, ანუ გრანიტიც ამ შემთხვევაში და ეს არ გიკაწრება, ხო? თუ უკაწრავია ნაკლებად დიახ, ნაკლებად. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა ძირფოს მაყურებლებო. ახლა როგორც ჩვენ მოვიქეცით, ზუსტად იმავე პრინციპით იხელმძღვანელეთ, გავუკეთეთ რევიზია თქვენს ტაფებს. თუ კი აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ტეფლონი და მით უფრო თუ დაზიანებულია ის ნაკაწრულია, ერთი პატარა ნაკაწრიც კი უკვე ნიშნავს, რომ ეს მავნებელია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის და უნდა გადავაგდოთ, რაცა უნდა ცუდად ჟღერდეს. მაღალ გრადუსზე მით უფრო საშინლად მავნებელი ხდება და მკვლელი ტაფა ხდება რეალურად და თუ კი ეს წარმოებლები იბრალებენ რომ არის გრანიტი და არ არის გრანიტი და მით უფრო დაკაწრულია, ეს ტაფაც წავა ურნაში. მართალია შეიძლება ცოტა ბიუჯეტს შეეხოს წარეთ, მაგრამ სამაგიეროდ ჯანმრთელობას დაინდობს და ჩვენი მიზანი არის ჩვენი ჯანმრთელობა. ყველასი და განსაკუთრებულად ჩვენი გადაცემის. მარიამ, მადლობა ძალიან დიდი. მაყურებლებო, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა არის ჩვენს ხელში და ამ შემთხვევაში ჩვენს დაფასებაში.